მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია ოგუჯავა. მოგესალმებით, ნათია. გამარჯობა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მინდა თქვა, რომ დიდი ხანია გეძებდით და მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. მეც თქვენი მაყურებელი ვარ და ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. მადლობა. და დღევანდელი საუბრის თემა რაღაც ძილზე და ძილის დარღვევებზე მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ზოგადად ძილი არის ალბათ ჩვენი ცხოვრების მესამედი ადამიანი, რაც არსებობს დედამიწაზე თავისი სიცოცხლის ხაზის და განმავლობაში 1/13 დროს დაახლოებით ძილში ატარებს. და ძილი არის რაღაცით მდგომარეობა, რომელიც ცოტათი სიკვდილს გავს, ცოტათი რაღაცა ძალიან შენელებული ამ დროს პროცესები, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, ხო, იქ თავის ტვინი რაღაც აქტივობა გრძელდება განსხვავებულად და არსებობს უამრავი პარასომნიები, რაღაც გარკვეული ტიპის დარღვევები, რომელზეც საუბარი და რომელთანაც მიახლება ყოველთვის ძალიან მაინტერესებს. აი რა არის სიზმარი, როგორ უყურებს ამას მეცნიერება, იგივე ჩემი მხრიდან იგივე ფსიქოლოგია, როგორ უყურებს და საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოდით ჯერ ძილის ფაზებზე რო გვესაუბროთ, რამდენი ფაზა არის, ეს ციკლი როგორ ბრუნდება და ღამის განმავლობაში რამდენჯერ იღვიძებს ადამიანი, რამდენჯერ იბრუნებს ძილს და ასე შემდეგ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძილი მართლაც ძალიან საინტერესო თემაა და ვფიქრობ, რომ აი ბოლო პერიოდში რაღაცა ისეთი ფართე განშჯის საგანი გახდა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ძილი და ძილის დარღვევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისათვის და ჯანმრთელობისათვის და ეს თავისთავად ძალიან კარგია. საქმე იმაშია, რომ თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ 1/13 ჩვენი ცხოვრებისა ჩვენ ძილში ვატარებთ და დიდხანს იცით ძილის მეცნიერული ახსნა და მისი სხვადასხვა ფაზების და ძილის თუ გინდ მნიშვნელობის საკმაოდ რთული იყო და არის განსაკუთრებით წარსულში ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რეალურად როდესაც ჩვენ გვძინავს, ამ დროს ჩვენ არ ვართ ცნობიერნი და ვერ რეაგირებთ გარემოზე ასე რომ ჩვენ ვერ მოუყვებით თვითონ რა ხდება ჩვენი ძილის დროს, არა, რაც ხდება დაუშვათ სხვა სიტუაციებში, არა. ძილის კვლევამ კლინიკურმა ელექტროფიზიოლოგიურმა დაადასტურა, რომ ძილი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. ეს არის ეგრეთ წოდებული ნელტალღოვანი ძილი და ეს ეფუძნება ელექტროენცეფალოგრამაზე, ანუ ჩვენი თავის ტვინის აქტივობის ჩანაწერს, როდესაც ღვიძლთან და აქტიურ ღვიძლთან შედარებით ხდება აი ამ ბიოელექტრული რითმების შენელება და იმის და მიხედვით თუ რა ხდება ჩვენ ენცეფალოგრამაზე, აი ეს ნელი ძილის ფაზა კიდე 3 სტადიად იყოფა, ეს არის ჩაძინება, ანუ N ქვია ამას non-REM, არა-REM ძილის ფაზა, ჩაძინების ფაზა, შემდეგ მეორე ფაზა და მესამე ყველაზე უფრო ღრმა ძილის ფაზა, როდესაც ყველაზე უფრო ისეთი ნელი ტალღები ჭარბობს ჩვენს ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერზე. ამას მოსდევს, ეს მხოლოდ ენცეფალოგრამა არ არის, ამას მოსდევს ჩვენი სხვა ფუნქციების ცვლილებაც, ეს იქნება სუნთქვა, ეს იქნება გულისცემა, ეს იქნება საჭმლის მომნელება თუ მეტაბოლიზმი, აი ეს ყველაფერი მისდევს აი ამ ძილის სხვადასხვა სტადიებს. შემდეგ დგება ძალიან საინტერესო და ძალიან უცნაური სტადია ძილისა, რომელსაც REM ძილს უწოდებენ, ეს მოდის rapid eye movement, თვალის კაკლების სწრაფი მოძრაობის ფაზა და ეს დაფიქსირდა ესე, რომ ადამიანის თვალის კაკლები იწყებს სწრაფ მოძრაობას, თითქოს რაღაცას ადამიანი აყოლებს თვალს და რა ძალიან საინტერესოა, ამ დროს სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. იცვლება ტოტალურად ჩვენი ენცეფალოგრამა, უფრო მეტად ესეთი აქტიური ღვიძლის სურათი მოდის, იცვლება სუნთქვა, გულისცემა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვკარგავთ ამ დროს კუნთების ტონუსს, ანუ აბსოლუტურად ვიმყოფებით, აი ესე ვთქვათ, ესეთი ატონიის ფაზაში და ეს ყველაფერი ხდება სინქრონულად.
ესე იგი პარადოქსული, ადრე პარადოქსულს ეძახდნენ და ესეთი არაჩვეულებრივი ნეიროფიზიოლოგი იყო მიშელ ჟუვე, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ძილის კვლევაში, რომელიც თქვა, რომ ალბათ, როდესაც ჩვენ ავხსნით რემ-ძილის სრულ მნიშვნელობას, ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო ციტადელი მეცნიერებისა, რომელიც დაეცემა. ნუ, როდესაც დაიწყოს აი ამ პარადოქსული ფაზის ფუნქციის და მნიშვნელობის შესწავლა და იმის შესწავლა, თუ რა შეიძლება ხდებოდეს ამ REM ფაზაში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აი ამ REM ფაზაში ჩვენ ხედავთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ სიზმრებს და რეალურად ბუნებამ და უფალმა მოაწყო ისე, რომ ამ დროს კუნთთა ტონუსი არის მინიმალური, ანუ ამიტომ ჩვენ თვითონ ამ სიზმრებში ვერ მონაწილეობთ. აი ეს თვალისკაკლები მოძრაობს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ფილმს ასე ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება ჩვენ სიზმარში, ჩვენს წარმოსახვაში, აი ამ დროს, როდესაც ჩვენი წარმოსახვა აქტიურად იწყებს მუშაობას. სხვათა შორის შემდეგ დადგინდა, რომ სიზმრებს ჩვენ ვხედავთ ნელიძილის ფაზაშიც, მაგრამ აი ეს ნელიძილის ფაზის სიზმრები არის ნაკლებად შთამბეჭდავი და ნაკლებად ემოციურად შეფერილი. ნაკლებად დამახსოვრებადი. და ნაკლებად დამახსოვრებადი აქედან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება რატო ხდება ეს ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია. ხო, რაც შეეხება აი ამ ნელიძილის ფაზას, აი ამ ნელტალღოვანი N1, N2, N3, აი ამ ციკლს ჩვენ ვიცით, რომ ნერვული სისტემის მხრივ აი ამ N3 ღრმაძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებული მეხსიერების კონსოლიდაციისათვის. ანუ იმისათვის, რომ ჩვენ აი დასწავლილი ინფორმაცია ჩვენმა თავის ტვინმა დაამუშავოს და გადაიტანოს იმ სანახებში, რასაც ქვია უკვე ხანგრძლივი მუშა მეხსიერება და სხვა შორის არის კიდევაც ისეთი დარღვევები აი ბავშვებში, როდესაც ნელიძილის ფაზა ირღვევა, მაგალითად არანორმალური აქტივობა, ეპილეფსიური აქტივობა იკავებს ამ ნელიძილის დიდ ნაწილს, ეს პირველ რიგში გამოიხატება ხოლმე სწორედ კოგნიტური დაღმასვლით. ნუ აქვე არ შემიძლია არ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სომატური სისტემაც, არა მთლიანად ჩვენი ორგანიზმი, იმიტომ რომ აი ამ ცირკადულ რიტმში გაღვიძება დაძინების არა მარტო თავის ტვინია ჩართული, არამედ ყველა ჩვენი ორგანოთა სისტემა. ეს იქნება მეტაბოლიზმი, ეს იქნება ზრდის ჰორმონი, ეს იქნება საჭმლის მონელება, თუ სხვა. ეხლა რაც შეეხება აი ამ ეგრეთ წოდებული პარადოქსული ანუ REM ძილის ფაზას, სხვა შორის იგივე ჟუვემ ჩაატარა ესეთი ცდა, ეს ჟუვესტის სახელით არის ცნობილი, ცხოველებში მიაღწია იმას, რომ აი გარკვეული მექანიზმებით ამოუგდო ვირთაგვებს აი ეს პარადოქსული ძილის ფაზა და მათ განავითარეს რაღაც ფსიქოზის და ჰალუცინოზის მსგავსი ქცევა. აი ესეთი ძალიან ბუნებამახვილური ექსპერიმენტი დააყენა, ესეთ პატარა ტივზე დასვა ვირთაგვა და როგორც კი ის იძინებდა, იმიტომ რომ ამ დროს ვითარდება ატონია, ის ვარდებოდა წყალში, იღვიძებდა, ისევ ამოდიოდა ტივზე და აი შექმნა მოდელი ესეთი ძილისა REM ფაზის გარეშე და შემდეგ ვირთაგვამ განავითარა აი ესეთი პარადოქსული ჰალუცინოზის და ფსიქოზის მსგავსი ქცევა, ასე რომ სიზმრები ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ნუ აქვე მინდა გითხრათ, რომ თქვენ პარასომნიები ახსენეთ, ეს პარასომნია. და სანამ პარასომნიაზე გადავალთ, ნათია, აი თქვათ, რამდენადაც მე ვიცი, ეს ცირკადული ციკლი ძილღვიძილის რამოდენიმეჯერ ტრიალდება ღამეში. ანუ შეღვიძებასავით ხდება აი ამ პარადოქსული ძილის მერე და ისევ თავიდან შედის მერე აი ამ ღრმაძილს. რამოდენიმეჯერ დგება ეს ღრმაძილი თუ ეს ერთხელ დგება? იცით როგორ არის? არა, ესე ძილის აი ესეთი ნორმალური ციკლი, აი თუ ჩვენ გავივლით ყველა აი ამ ფაზას, ну სადღაც საათიდან საათ ნახევრამდე გრძელდება. რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში აი ყველა კომპონენტი თანაბარი არ არის. ღამის პირველ ნახევარში, როდესაც ჩვენ ყველაზე უფრო დაღლილები ვართ და ჩვენი ძილის მოთხოვნილება ყველაზე უფრო მაღალია,
აი ამ დროს უფრო მეტია აი ეს N3 ანუ ღრმაძილის ფაზა. შემდეგ უკვე აი გათენებისკენ ასე ვთქვათ, ჩვენი ღამის მეორე ნახევარში უფრო ჭარბობს უკვე აი ეს რემ-ძილი. სხვათა შორის ძალიან ასეთი საინტერესო დარღვევაა ნარკოლეპსია, ხო? თუ გაგიგიათ არა, კლინიკური მდგომარეობა, როდესაც დიაგნოზი ისმება იმის მიხედვით, რომ ძილი იწყება რემ-ძილით. რაც არის სწორედ აი საფუძველი იმ უცნაური კლინიკური სურათისა, რომელიც ნარკოლეპსიით დაავადებულ ადამიანებს აქვთ, ეს უკვე დარღვევა. რაც შეეხება გაღვიძებებს და შეღვიძებებს, ჩვენ ბევრი შეღვიძება გვაქვს ღამე, ამას ერაოზოლებს ვეძახით. აი თქვენ რომ ნახოთ ჰიპნოგრამა რომ ჩავწერ, როცა წერთ ხოლმე არა ძილს, იქ არის მეტნაკლებად საკმაოდ დიდი რაოდენობით შეღვიძება, რომელიც ადამიანს არ ახსოვს, შეიღვიძებს და შემდეგ ისე ვიწყებს ჩაძინება N2, N3 და ასე შემდეგ. Ну, შეიძლება იყოს გაღვიძებაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარეგანი ან შინაგანი სტიმულის გამო და შემდეგ ადამიანი თავიდან იღვიძებს. Ну, რეალურად სადღაც 3-4 ციკლი თუ მშვიდად ძინავს ადამიანს ღამის განმავლობაში ხდება ძილისა და როგორც გითხარით, აი ეს სხვადასხვა კომპონენტები ამ ძილის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა პერიოდში ღამისა სხვადასხვა ნაირად და სხვადასხვა წილით არის გამოხატული. ხო და აი როდესაც ამბობენ რომ ძილის დროს ხდება აღდგენითი პროცესები, იგივე ტკივილ გამაყუჩებელი, იგივე დაღლილობის მოხსნა, აი კუნთების ტონუსი როდესაც დაწეული, ანუ შეკიდულ მდგომარეობაში გადადის ადამიანი, გარკვეულად რელაქსირებულია, ხო, ის მაქსიმალურად. აი ეს რამდენად ხელს უწყობს ზოგადად ფუნქციონირებას უკვე ღვიძლის დროს, იმიტომ რომ ამბობენ რომ სიმაღლეში იზრდება ამ დროს უფრო მეტად ბავშვის შემთხვევაში მეტად ხდება გააქტიურება რაღაც გარკვეული ტიპის პროცესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების. რამდენად ასეა მართლაც? ნამდვილად ასეა. აი რაღაცა მე ვცდილობდი რომ ეს მეთქვა და დიდი მადლობა რომ აი ესე ნათლად დავსვით ეს კითხვა, იმიტომ რომ გარკვეულწილად იცით ახლა ძილის აი ესე პრიმიტიულად აღქმა რომ ძილის დროს ჩვენ ვისვენებთ და ეს სხვა არაფერია თუ არა მოსვენება. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მუშაობს, მაგრამ მუშაობს სხვა რეჟიმში და ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. Ну, ერთი რაღაცნაირად ერთ ჩვენ უკვე შევეხეთ, ეს არის მეხსიერების კონსოლიდაცია და, ასე ვთქვათ, მუშა-მეხსიერებაში დასწავლილის გადატანა. ასევე ენდოკრინული სისტემა ეს მართლაც ასეა. სადღაც დილის 4-დან 5 საათზე აი გამთენიისას გამოიყოფა ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონი. ასევე იცით, რაც შეეხება ახლა მეტაბოლიზმს, არის აი ესეთი შიმშილისა და სიმაძღრის ჰორმონებს გამოიმუშავებს ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი, ეს არის გრელინი და ლეპტინი, რომელიც იმგვარად გამოიყოფა, რომ ჩვენ ღამე ნაკლებად გვშია. ამიტომ აი ეს ღამის ჭამა განსაკუთრებით დამაზიანებელია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მეტაბოლიზმი, ინსულინის გამომუშავებაც ისე არის აწყობილი, რომ ჩვენ ღამე მსუყე საჭმელი არ უნდა მივიღოთ. ამიტომ თუ ღამე მივირთმევთ, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმი რჩება პლუსში და განსაკუთრებით მივდივართ წონის მატებისკენაც და ინსულინ რეზისტენტობისკენაც. ახლა მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ ვარღვევთ აი სინქრონიზაციას ჩვენ სირკადულ რიტმსა და ძილღვიძლის რიტმს შორის და ხელოვნურად ვაიძულებს ჩვენ ორგანიზმს ასე ვთქვათ, ეღვიძოს მაშინ, როდესაც ის მუშაობს ძილის რეჟიმში, ჩვენ ამით ძალიან ვაზიანებთ ჩვენს ჯანმრთელობას, არა მარტო კოგნიტურ უნარებს და ფსიქიკას და მენტალობას, არამედ სომატურ. ეს დადგენილია, რომ აი ეგრეთ წოდებული არაგადამდები დაავადებები, იქნება ეს ჰიპერტენზია, დიაბეტი თუ გულისიშემიური დაავადება, ბევრად მეტია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაგალითად ქრონიკული ინსომნია, არა დაუშვათ ობსტრუქციული აპნოა ან სხვა ესეთი მდგომარეობები, რომელთა კავშირი ცნობილია, არამედ აი უბრალოდ
უძილობა, ინსომნია, ესე რომ რა დროს უნდა დაიძინოს ადამიანი, როგორ ითვლება ჯანსაღად, თქვათ, გაღვიძება რა დროს ჯობია იმისთვის, რომ რაღაცა ეს პროცესი დამთავრებული იყოს მეტნაკლებად აღდგენის, ესე დავარქვათ და რა არის ეს, ხო, ამბობენ რაღაც 10-დან 3-4 საათამდე დილის, ეს რამდენად ესეა? იცით როგორ არის რეალურად, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად აი ეს ჩვენი ცირკადული რითმი მიბმულია გათენებაზე და დაბნელებაზე, ანუ სინათლეზე და სიბნელეზე. დაბნელება არის მთავარი საიდგეიბერი იმისა, რომ ჩვენმა თავის ტვინმა გამოიმუშაოს, დაიწყოს მელატონინის გამომუშავება და ჩართოს აი ძალიან რთული მექანიზმი, რასაც ქვია დაძინება და ჩაძინება. თუმცა ნუ აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს რაღაც ინდივიდუალური დევიაციები, გადახრები, ახლა არ არის ყველაფერი ეს ერთმნიშვნელოვნად. ნამდვილად არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული ბუები და ტოროლები, რომლებიც იმგვარად არიან აწყობილები, რომ ზოგიერთს უფრო გვიან ეძინება და ზოგიერთს უფრო ადრე. ნუ ახლა ეს ოღონდ არის რაღაცა ფიზიოლოგიური ნორმის. სხვა შორის ისიც ცნობილია, რომ აი ბუებს მე უფრო მარტივად უვითარდებათ, აი ესეთი ძილის ცირკადული რითმის დარღვევები, ისინი უფრო მიდრეკილნი არიან ამ დაძინების დროის გადატანისკენ. მეორე მომენტი არის ის, რომ სხვადასხვა ასაკში ჩვენ სხვადასხვა რაოდენობით გვძინავს, არა? და სხვათა შორის ერთიც არის, რომ მოზარდებს ყველაზე უფრო მეტი ჭირდებათ ძილი, სადღაც 10 საათამდეც კი პუბერტატში და აი პირველი დიდი კონფლიქტი ესეთი და დარღვევა აი ამ დროს ვითარდება, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ სოციალური ქცევის სტილი, ჩვევები და აი ეს მოთხოვნილება მკვეთრად აცდება ხოლმე ერთმანეთს. ახლა რაც შეეხება როდის დავიძინოთ და როდის გავიღვიძოთ, რეალურად ალბათ ჯობს რომ ეს უკვე ესეთი დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ, მაგრამ როგორც გითხარით, არსებობენ ბუები და ტოროლები, არსებობენ ეგრეთ წოდებული short sleeper-ები და long sleeper-ები, ადამიანები, რომლებსაც დაუშვათ 6-7 საათი ყოფნით და 7-8 საათი საშუალოდ დასრული ადამიანისთვის, საშუალო ასაკის დასრული ადამიანისთვის, აი ეს ასეა. 6-დან 8 საათამდე. 6-დან 8 საათამდე. მთავარი ის არის, ქალბატონო მარინა, რომ ძილის ექიმები ესე ამბობენ, რომ რეალურად კარგი ძილი განისაზღვრება კარგი ღვიძლით. თუ ადამიანი დღის განმავლობაში არის აქტიური, ფხიზელი, კონცენტრირებული, შრომისუნარიანი, ეს ნიშნავს, რომ მას ღამე კარგად ძინავს და პრობლემა არ არის. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად გეშტალტურ ენაზე, რომ თუ დაასრულებს რაღაცა, დაუსრულებელი, დაუმთავრებელი თემები, შემდგომში ძილში ადამიანს მოსვენებას თითქოს არ აძლევს. აბსოლუტურად. თქვენ ახსენეთ აპნოე. და ეს ძილის რამდენადაც მე ვიცი 300-ზე მეტი დარღვევა არსებობს, ხამდენი ვერც წარმომედგინა თუ შეიძლება რამდენი დარღვევა ყოფილიყო და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ცალკე რო არსებობს ძილის ექიმი, იმიტომ რომ რეალურად ის რასაც ცხოვრების მესამედი უჭირავს, შეუძლებელი არ იყოს მნიშვნელოვანი ჯერ ისედაც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ეს ტრიადა არის კვება, ძილი და მოძრაობა. აი ფიზიკური, ნუ ახლა ფსიქოლოგიური. აბსოლუტურად, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ერთმანეთზე მიბმული. დაკავშირებული. და ამ ძილის დარღვევებზე რო ვისაუბროთ, აი ხრინვა მაგალითად, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, შეიძლება უფრო სხვას აწუხებს ვიდრე თვითონ მას, მაგრამ სინამდვილეში მას ძალიან უჭირს. აი რა შეიძლება ამ დროს, რა არის ეს, რატო ხდება და რა შეიძლება ამ დროს ადამიანმა გააკეთოს? ესეთ რაშია საქმე, თავისთავად ხრინვა ეს ის სტადია თუ ადამიანი მხოლოდ ხრინავს, როდესაც ეს ძირითადად სხვას უფრო აწუხებს ვიდრე თვითონ ადამიანს. ახლა რა ხდება ხრინვის დროს? ხრინვის დროს უკვე აი ეს ჩვენი სასულე ადამიანის სასულე გზები ეს იქნება ნაკი რბილისასა, ნუშურები, აი ეს კისრის რბილი ქსოვილები არის მოდუნებული და ამიტომ შესუნთქვისას აი ეს სასის ფარდა და ნაკი ვიბრირებს და ამას მოყვება შემდეგ აი ეს ხმაური, რასაც ჩვენ ხრინვას ვეძახით.
მაგრამ თუ აი ეს ასე ვთქვათ ატონია ამ კუნთებისა კიდევ უფრო გაღრმავდა და ზედა სასული გზა უბრალოდ ჩაიკეტა შესუნთქვის დროს ამ დროს უკვე ვითარდება ძალიან სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც სახელად ქვია ძილის აპნოე და როდესაც უბრალოდ ფიზიკურად ადამიანი ცდილობს შეისუნთქოს, მაგრამ აი ეს სასულე გზა ჩაკეტილია, გულმკერდში იქნება უარყოფითი წნევა და ჩვენს ორგანიზმში ირთვება განგაშის ყველა ზარი, რაც ადამიანს შეაფხიზლებს. შეიძლება ეს იყოს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი, ესე ძილის ღრმა ფაზიდან ამოვდივართ ისე ღვიძლში ან შეღვიძებაში, ამოისუნთქავს ადამიანი და შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან. ხო, გარდა ყველაფრისა, ამ დროს აი ახლა ყველა გაცნობიერებულია კოვიდის შემდეგ სატურაცია და ჟანგბადის შემცველობა სისხლში, აი ამ აპნოეს ეპიზოდებში ეს სატურაციას მკვეთრად კლებულობს და ვარდება. და ეს მდგომარეობა გამომდინარე იქიდან თუ რამდენად მძიმეა ეს აპნოე, შეიძლება განმეორდეს, რა ვიცი, დაუშვათ ყოველ წუთში, ყოველ ნახევარწუთში და ფაქტიურად ადამიანს არ ეძინოს მთელი ღამის განმავლობაში წესიერად, მისი ძილი იყოს აი ესეთი ფრაგმენტირებული, შეღვიძებებით სავსე და ღრმა ძილში ვერ მიდიოდეს და პლუს ამისა მუდმივად განიცდიდეს ჰიპოქსიას, მუდმივად განიცდიდეს სტრესი მის გამო, რომ ორგანიზმი ვერ იღებს ჟანგბადს და შესაბამისად რეაგირებს. და ამას მივყავართ საკმაოდ სერიოზულ ხსიერების დაქვეითება და კოგნიტური უნარების კი ბატონო და სომატური შედეგები, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი. სხვა შორის ხშირად აი ეს აპნოე დაკავშირებულია ხოლმე ჭარბწონი გარკვეულ კონსტიტუციასთან და ჭარბწონიანობასთან. და კიდევ ერთი აი თქვენ ბრძანეთ აი ეს კოგნიტური უნარები, აქვე უნდა აღინიშნოს ძალიან ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში, აი ესეთი ადამიანები იძინებენ აი ოდნავაც კი რელაქსირებულ მდგომარეობაში როგორც კი მოხვდებიან, იმ წუთშივე ჩათრევენ ხოლმე და საჭესთან არის განსაკუთრებით საშიში. ნამდვილად. აი ძალიან ხშირად გამიგია მოზარდებისგან ესეთი მდგომარეობა, რომ ვიღვიძებ, მაგრამ ვიცი რომ ღვიძავს, მაგრამ თვალს ვერ ვახელ და ხელებს ვერ ვანძრევ. და ამ ძალიან დიდი შიში შემოდის ამ დროს, იმიტომ რომ ვერ ხვდება. შეიძლება ესმის ხმები, დედის ან ვიღაცის ან შეიძლება თვალიც გაახილოს ან გაახელილი კონდეს, მაგრამ ვერ ინძრევა. და ეს გრძელდება თვითონ როგორც ამავე წუთები, შეიძლება წამები. ეს რა არის, ეს რა დარღვევაა და როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება? ეს არის ეგრეთ წოდებული ძილის პარალიზი, რომელიც დაახლოებით 30%-დან 50%-მდე ერთხელ მაინც ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს განცდილი. ახლა ამას რა უდევს საფუძვლად? რაღაცნაირად ჩვენ როცა ვსაუბრობდით აი ამ პარადოქსული ანუ რემძილის თავისებურებებზე, იქ ვთქვით კიდევაც, რომ აი ამ დროს კუნთების ტონუსი არის მინიმალური, ატონია არის კუნთების. როდესაც აი ამ რემძილის ფაზიდან ხდება გამოღვიძება, აი ფუნქციური ესეთი დარღვევა ვითარდება, რომ ადამიანი იღვიძებს, ცნობიერება უბრუნდება, მაგრამ მისი რეტიკულური ფორმაცია ცოტა უფრო გვიან მოყვება ამას და კუნთთა ტონუსი უფრო გვიან აღდგება. და ეს გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ძალიან უსიამოვნოა. ну ეს შეიძლება იყოს ნაწილი ესეთი სერიოზული ძილის დარღვევისა, მაგალითად ნარკოლეპსიის, მაგრამ აი ესეთი ეპიზოდური, რაც თქვენ აი აღნიშნეთ მოზარდებში, ძალიან ხშირად დაკავშირებულია ხოლმე ძილის რეჟიმის დარღვევასთან. პირველი ყოველ შემთხვევაში რეკომენდაცია ამ დროს არის ძილის მოწესრიგება და დღის განმავლობაში რაღაცა ესეთი მეტნაკლებად შეძლების დაგვარად სტრესის შემცირება, ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ. რომ აი ეს გადავრთოთ სწორ რეჟიმზე ჩვენი თავის ტვინი და ასე ვთქვათ, ჩავსვათ ძილი ისევ ესეთ კალაპოტში. საშუალოს ერთხელ დიდი ხნის წინ ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მოიყვანეს 5 წლის ბავშვი, რეგიონიდან იყო. მშობლები ამბობდნენ, რომ დაბადებიდან არ წინებიაო, რაღაცა წამები აქო გაშეშებისო
და აქ მაშინ ვერავინ ვერ მიხვდნენ, იმიტომ რომ ეს გაუთავებელი ღვიძლი რა შეიძლება ყოფილიყო და შემდგომში წაიყვანეს არც არ მოვიწყდება ის ბავშვი სხვათა შორის, იმიტომ რომ მას მე ვერც გავიგე მათი ვერაფერი ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ, მე გეუბნებით ეს დაახლოებით 90-იანი წლების პერიოდი იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. და მაშინ შევეხე ესეთ რამეს შესაძლებელი ეს უცნაურობებიც არსებობდეს არათუ თქვათ ის 300-ზე მეტი დარღვევა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა ძილის და როგორ შეიძლება მასთან ვის უნდა მივმართოთ გასაგებია აი ძილის ექიმები არსებობენ ან როგორ უნდა მოვძებნოთ ან ეს სად წავიდეს ადამიანებისაც დარღვეულია ან სად არის ის წითელი დროშას რო ეძახიან როდის უნდა იყოს რაღაცა განგაში რომ შესაძლებელია იგივე რეჟიმი იგივე ან მედიკამენტია საჭირო თუ სხვა რამე დიახ, ხალხმარინა ხო თქვენ რაც ბრძანეთ აი ეს ბავშვი თუ ეს ნამდვილად სწორად იქნა აღქმული მშობლების მიერ და მას მართლა ესეთი ინსომნია ჰქონდა სამწუხაროდ არსებობს აი ესეთი გენეტიკურად განპირობებული ძალიან მძიმე დარღვევები, რომელსაც ოჯახურ ფატალურ ინსომნიას ვეძახით, რომელიც უბრალოდ ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე და არის გენეტიკური დაავადება, როგორც წესი ოჯახის სხვადასხვა წევრებს აქვთ ხოლმე, ნუ ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ბავშვის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. ეხლა რაც შეეხება ძილის ყველაზე უფრო გავრცელებულ დარღვევებს, ალბათ მაინც რო ჩამოვთვალოთ აი ძირითადად რა დარღვევები არსებობს ძილისა, ეს არის უძილობა, ინსომნია და ცირკადული რითმის, ანუ ძილღვიძლის რითმის დარღვევები, ანუ დაძინების გადაწევა როგორც წესი უფრო გვიან, ნუ ზოგჯერ უფრო ადრეც. შემდეგ ეს არის სუნთქვის დარღვევა ძილში, ეს არის მოძრაობა ძილში, მაგალითად როგორც არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი ან კიდურების პერიოდული მოძრაობა. ეს არის ეგრეთ წოდებული პარასომნიები, ანუ ძილის ქცევითი დარღვევები, რასაც ჩვენ ესე ძალიან გაკვირვით შევეხეთ. აი ეს არის ის ძირითადი დარღვევები, რომელიც და ნარკოლეპსია, ხო, ნუ ახლა ესეც გარკვეულწილად ძილის ქცევით დარღვევებში შეიძლება გავიყვანოთ. თითოეული რო განმარტოთ მაყურებლისთვის. ახლა, ნუ ალბათ აი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული, რომელიც დადგენილია, რომ დაახლოებით მოსახლეობის 10%-ს აქვს ისეთი პარასომნია, რომელიც მეტნაკლებად ინსომნია, უკაცრავად უძილობა, რომელიც მეტნაკლებად ჩარევას საჭიროებს, ზოგი მონაცემით 5-6%, ეს არის უბრალოდ ძილის ნაკლებობა. ძილის ეს განისაზღვრება როგორც ჩაძინების, შემდეგ ძილის უწყვეტობის და ძილის ზოგადად რაოდენობის დარღვევა, რომელიც იწვევს დღის ფუნქციონირების შემდეგ დარღვევა შესაბამისად და რომელიც გრძელდება 3 თვეზე უფრო დიდხანს და ვითარდება უფრო ხშირად ვიდრე კვირაში, 3-ჯერ კვირაში და უფრო ხშირად. ეს არის უძილობის, ქრონიკული უძილობის განმარტება. რაც შეეხება ახლა ძილის სუნთქვით დარღვევებს, მაინც აქ აპნოე არის, ობსტრუქციული აპნოე არის წამყვანი, თუმცა შეიძლება იყოს სუნთქვის გაჩერება ძილში სხვა ბუნებისაც, ეგრეთ წოდებული ცენტრალური, ეს არის სუნთქვის გაჩერება, სუნთქვის დარღვევა ძილში, რომელიც, ნუ, იწვევს ძალიან ბევრ სომატურ გამოვლინებას და მოჭარბებულ ძილიანობას დღის განმავლობაში. რაც შეეხება ძილის ქცევით დარღვევებს, პარასომნიას ეს არის გაუცნობიერებელი, მეტნაკლებად გამოხატული ქმედებები ძილში, რომელიც ვითარდება ძილის სხვადასხვა სტადიებიდან. მაგალითად თვარეულობა, აი თვარეულობა ეს არის რა დროს დადის ადამიანი ძილის რომელ ფაზაში? იცით რა, აი ეს ეგრეთ წოდებული თვარეულობა უფრო მეტად ეს არის ნონ-რემ პარასომნია, როდესაც აი ეგრეთ წოდებული ნელი ძილის სტადიაში ეს არის კონფუზიური გამოღვიძების ტიპი, როდესაც ადამიანი გამოიღვიძებს, მაგრამ ეს ხდება არაცნობიერად და ამ დროს შეიძლება ან წამოჯდეს, ან დაილაპარაკოს, ან თუ უფრო მეტად გამოიხატა ეს მისი მდგომარეობა, ადგეს და
აიაროს, რასაც მთვარეულობა ქვია. ეხლა რაც შეეხება რემძილის პარასომნიას, აი ამ დროს პარადოქსული ძილის პარასომნიის დროს რა ხდება, რომ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამო კუნთთა ტონუსი არ არის დაქვეითებული აი ამ პარადოქსული, ანუ რემძილის ფაზაში და როდესაც ადამიანი ხედავს სიზმარს, ის იღებს მონაწილეობას აი ამ თავის სიზმარში და ეს ჩვეულებრივ არის რაღაცა ბრძოლა, გაქცევა, აი ესეთი ემოციური უარყოფითი ელფერის ესეთი ინტენსიური ქმედებები, სხვათა შორის რომელიც შეიძლება ან ადამიანისთვის, ან მისი გვერდით მყოფი ადამიანისთვის საკმაოდ საშიშიც კი ბატონო იყოს. ეხლა მოძრაობის დარღვევებია ეს მოუსვენარი ფეხები ყველაზე უფრო მეტად გამოხატული. ამ დროს ადამიანს უვითარდება რაღაც ესეთი გაურკვეველი მოთხოვნილება, რომ აი ამოძრაოს ვერ ისვენებს, ვერ ასვენებს ფეხებს, ეს არ არის არც ტკივილი, არც წვა, ძალიან ცივი უცნაური შეგრძნება, რომელიც მას აღვიძებს, არასვენებს, შემდეგ დადგება და ვერტიკალურ პოზაში უფრო მეტად ცივ ზედაპირზე რაღაცნაირად უკეთ გრძნობს თავს. რაც შეეხება ნარკოლეპსიას, ეს არის ძირითადი დარღვევა, როდესაც ადამიანის ძილი პირდაპირ იწყება REM ფაზით, ადამიანი პირდაპირ გადადის აი ამ პარადოქსული ძილის სტადიაში. აქვს ესეთი ძალიან ესეთი სიზმრები თუ ჰალუცინაციები, რომელსაც თვითონ ვერც არ ყვევს სიზმარშია თუ არა, შესაბამისი ქცევითი კომპონენტით და მოჭარბებული ძილიანობა დღის განმავლობაში, აი ძალიან ესეთი აქტიური ქმედების დროს, აი ესე უეცრად გადადის აი ესეთი ძილის და შეიძლება კუნთთა ტონუსიც დაეცეს და მაშინ ამას ქვია ნარკოლეპსია კატაფლექსიით, იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ უეცრად წაიქცევა ხოლმე. რა ვიცი, მე მგონი ძირითადად ესე მიმოვიხილება. ძალიან ხშირია ბავშვებში, იმიტომ რომ შეიძლება აი დგას თამაშობს აი მანეში და მოწყვეტით ვარდება და ეგრევე ღრმა ძილში გადადის ეგრევე. და ეს შეიძლება დიდ ადამიანსაც დაემართოს, ხო? იგივე თქვენ ბრძანეთ საჭესთან და ჩაძინება ერთია, როდესაც ეძინება და ვთქვათ შეუძლია კიდე გაკონტროლება და აი ამის გაკონტროლება როგორ აი იგივე ან მშობელმა ბავშვის შემთხვევაში ან თვითონ ადამიანს თუ ემართება, ან ერთხელ მაინც დამართენ, იმიტომ რომ ამასინათ იყო სიუჟეტი მაგაზე, აი ეს ლაპარაკობს და დავარდა უცბად წავიდა ძილში. აბსოლუტურად ჩვეულებრივად საღად დღის განმავლობაში, დილის განმავლობაში ადამიანი დაე. ისეთ რაც შეეხება ბავშვებს, ну, ალბათ აქ უფრო მეტად თუ აი ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე, ბავშვთა ნევროლოგმა უნდა ნახოს კარგად, იმიტომ რომ გაარკვიოს რა არის ამის მიზეზი. ხა მოგახსენებათ ეპილეპტოლოგია არის ჩემი პროფესია და რეალურად აი ბავშვებში ესეთი ეპილეფსიური შეტევები უეცარი ვარდნით ძალიან ხშირია, უფრო ხშირი ვიდრე ძილის ამგვარი დარღვევა და ამიტომ აი აქ ეს ამბავი არის გასარკვევი. ხა რაც შეეხება ზრდასრულებს, აი ეს უეცარი ძილიანობა, რომელსაც ადამიანი ვერ გადალახავს დღის განმავლობაში, შეიძლება სხვადასხვა ტიპის ძილის დარღვევებით იყოს გამოწვეული, თქვენ მართალი ბრძანეთ, კი შეიძლება ეს იყოს ნარკოლეპსია, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ძილის აპნოეს შედეგად განვითარებული ძილიანობა დღისით. მე ამას იმ პაციენტიც კი მყავდა, რომელიც ლექციებს კითხულობს და მითხრა, რომ უკვე იქამდე მივიდა, რომელსაც აპნოა აქვს, რომ იქამდე მივიდა მისი ძილიანობა, რომ არა მარტო პასიურ მდგომარეობაში, არამედ ლექციის კითხვის დროსაც კი შეიძლება რაღაც უცებ გადავიდეს ძილში. ასე რომ აქ უკვე უნდა ჩაერთოს სპეციალისტი, რომ გაარკვიოს რა არის აი ამ დღისძილიანობის მიზეზი. ხო, თქვათ ბანალურად რო ვთქვათ, ხშირად ამბობენ, რომ ეს არის შეიძლება დააღლილობა, დაიღალა და ჩაეძინა, რომელიც შეიძლება სიმართლესთან ახლოს არის, მაგრამ ძილი გაქცევაც არის, ფსიქოლოგიურად ეს არის გამკლავების მექანიზმი. და ხშირად ადამიანს ეძინება მაშინ, როცა უჭირს გარბის ძილში, ასე ვთქვათ. და ან როდესაც არის ისეთ ადგილას, სადაც არ აინტერესებს, ან მისთვის უსიამოვნოა, იწყებს და შეიძლება ლექციაზე დაეძინოს ადამიანს. და არ იყოს დაღლილი, ღამეც ეძინა მშვენივრად, მაგრამ აი ეს
ეს ძილი შეიძლება იყოს ცოტა განსხვავებული, არ ვიცი ხა ფიზიოლოგიურად ალბათ. გეთანხმებით აბსოლუტურად. იცით რა, ახლა ჩვენ შევხედეთ აბსოლუტურად კიდე სხვა მხარეს, რომელსაც არ შევხედებთ და ალბათ უნდა შევხედოთ, ეს არის მენტალური ჯანმრთელობა და ძილი. იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის მენტალური დარღვევები და არ არსებობს უბრალოდ ძილის დარღვევის გარეშე და სულ პირველად და თავდაპირველად ძილის დარღვევების კლასიფიკაცია იყო მოცემული მენტალური დარღვევების კლასიფიკაციასთან ერთად და აბსოლუტურად მიბმული ამაზე, იმიტომ რომ მართლაც ეს ასეა, წარმოუდგენელია, აი მაგალითად დიდი დეპრესია, შფოთვითი აშლილობა ძილის დარღვევის გარეშე და მეორეს მხრივ როდესაც ძილი ირღვევა, აი ეს ამგვარი დარღვევები, შფოთვა იქნება თუ ბუნებაგანწყობის დაქვეითება, ძალიან სწრაფად ვითარდება და ესეთი მანკიერი წრე იპრება და თქვენ რაც ბრძანეთ, ესეთი გაქცევა ძილით, ეს კიდე მეორე ამბავია სიტუაციისთან თავის დაცვა ძილში წასვლით. ეს კიდევ ძალიან დიდი სფეროა, რომელიც აი ფსიქიატრებს, ნევროლოგებს და ძილის ექიმებს რაღაცნაირად ერთად მიყავთ. უბრალოდ საქმე რაშია, იცით, რომ ის კი არა ერთიც დადგინდა ძალიან დიდი კვლევა იყო ჩატარებული, გონია რომელიღაც სკანდინავიურ ქვეყანაში, სადაც აი ძილის დარღვევა პრემორბიდში დადგინდა, ანუ დეპრესიის განვითარებამდე ძილის დარღვევა პოპულაციაში დადგინდა როგორც ასე ვთქვათ სტატისტიკურად სარწმუნო მარკერი და რისკი მომავალში დეპრესიის განვითარებისა. ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ, იმიტომ რომ ადამიანი არ არის სისტემათა ჯამი ხო და ყველაფერი ჰოლისტურად რო შევხედოთ, ერთ-ერთი ძალიან წამყვანი ძილის დარღვევების დროს არის ენდოკრინული სისტემის მოშლა და აი ფარისებრის მაგალითად პრობლემები რო აქვს ადამიანს, იგივე დიაბეტის, იგივე სხვადასხვა განსაკუთრებით აი ჰიპოფუნქციის დროს წარმოუდგენელი ძილიანობა, როდესაც ადამიანს უბრალოდ სულძინავს დღეც და ღამეც. და ვერ ახერხებს აქედან გამოვიდეს და ალბათ სისტემური მიდგომა ენდოკრინოლოგთან ერთად. აბსოლუტურად, იცით რა, აი ცალკე არის ჩვენ განვიხილავთ ძილის დარღვევას, როგორც კომორბიდობას, ან სხვადასხვა კომორბიდობებს, ამ შემთხვევაში ძილის დარღვევა ჰიპოთირეოზის დროს ეს არის ნაწილი აი ამ დარღვევის, ამ დაავადების, ამ სიმპტომი. აქ რა თქმა უნდა ფარისებრის ფუნქციის დარეგულირება აუმჯობესებს ამ მდგომარეობას და ადამიანი ფხიზლდება. უბრალოდ აქ რაშია იცით საქმე, რომ როდესაც აი მაგალითად პირიქით ჰიპერთირეოზის დროს არა, მომატებული ფუნქციის დროს პირიქით უძილობა არა და აგზნებული. როდესაც ეს დიდხანს გრძელდება და ენდოკრინოლოგი მოაწესრიგებს აი ამ ფუნქციას, ეს თავისთავად შემდეგ ხშირად რო აი ავტომატურად ძილიც მოწესრიგდეს, ესე არ ხდება. თუ აი ეს ძილის დარღვევა, კი ეს იგივეა მენტალური დარღვევების შემთხვევაშიც, რომ აი დადგინდა რატომ მე ესეთი დიხოტომია მოხდა და მაინც გაიყო ძილის დარღვევები ფსიქიკური დარღვევებისგან, რომ ჩვენ მიყვავს წარმატებით მკურნალობა დეპრესიის, წარმატებით მკურნალობა შფოთვითი აშლილობის, მაგრამ ეს ავტომატურად ძილს არ აწესრიგებს. რა თქმა უნდა. ხო. ამიტომ აი აქ უკვე ჩვენ ვლაპარაკობთ კომორბიდობაზე, მულტიმორბიდობაზე, რა თქმა უნდა, ძილის დარღვევა არის ნაწილი ჩვენი სომატური ფუნქციონირების და სომატური დისფუნქციის ნაწილია ძილის ფუნქციის დარღვევა. და რამდენად არის დაკავშირებული აი უკვე იმ ვიზუალურ სხეულის ენასთან, გარეგნობასთან, იგივე კანის ფერთან, გამომეტყველებასთან, ახალგაზრდობასთან ეს. იმიტომ რომ აი თქვენ როგორც ზანეთ, მართლაც ესე ახალგაზრდები ძილს არ უფრთხილდებიან და მათ შეუძლიათ რამოდენიმე ღამეც გაათენონ, იგივე ცეკვით, იგივე თუმცა არის მერე პროფესიებიც, იგივე ექიმებს გაქვთ ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ შეიძლება რისკის შემცველიც იყოს ზოგიერთისთვის, ხო? და რაღაცნაირად რა შეიძლება გამოიწვიოს აი გადაბმით უძილობამ. ოღონდ როდესაც ადამიანი უკვე ეს მის ცხოვრების წესში შემოაქვს ეს განა ვერ იძინებს, უბრალოდ არ იძინებს. სხვათა შორის
აი თქვენ მოზარდები ახსენეთ, აი ამგვარი ძილღუძილის რეჟიმი ხდება კულტურის ნაწილი, რაღაც პერიოდში, რაღაცა პროფესიებისთვის, რაღაცა ასე ვთქვათ, ერთობებისთვის და ჯგუფებისთვის, ხო, რომლებიც ასე ცხოვრობენ და მე ესეთი ძალიან საინტერესო კვლევას გადავაწყდი სოციოლოგი ან ალჰაიმეს გერმანელის რომელიც აი ამ ძილს განიხილავს როგორც სოციალურ როდის ჩამოყალიბდა ძილის დარღვევა როგორც სოციალური პრობლემა და როგორც სამედიცინო პრობლემა გერმანიაში პირველი რეიხის მაგალითზე ბერლინში და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მიდის რომ აი ამ მე-20 საუკუნის დასაწყისში როდესაც შემოვიდა ელექტრული განათება ამან გამოიწვია ინდუსტრიალიზაცია 24 საათი მუშაობა ამ ქარხნებისა პლუს ამისა ეს ეგრეთ წოდებული აი ესეთი გართობის და ესეთი ცხოვრება, ღამის ცხოვრება, თეატრი, რესტორნები და ასე შემდეგ. ამან შეცვალა ადამიანების ცხოვრება, იმიტომ რომ ეს აღარ იყო უკვე ბუნებრივ განათებაზე დამოკიდებული და ამ დროს უკვე აი ექიმების ჩანაწერებში ჩდება აი ეს ძილის დარღვევებზე ჩივილი როგორც ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ჩივილი და ასევე ჩდება პირველი რეკომენდაციები როგორ უნდა ვებრძოლოთ აი ამას. ასე რომ აი ეს სოციალური ამბავი, სოციუმი ამასთან ყველაფერთან ძალიან დიდ კავშირში ახლა ცვლაში მუშაობასთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი კონგრესი დიდი ძილის დარღვევისა, სადაც ეს shift work-ი ცვლაში მუშაობა და აი ამასთან დაკავშირებული პრობლემები არ იყოს განხილული. სხვაშორის ჩვენთან კეთდება ახლა ძალიან საინტერესო კვლევა, PhD კვლევა, რომელიც უბრალოდ იკვლევს აი კოგნიტურ ფუნქციებს და მდგომარეობას იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც რეგულარულად მორიგეობენ მედიკებისა, იმათთან შედარებით, ვინც არ მორიგეობენ, რამდენად ეს შეიძლება ახდენდეს გავლენას უკვე აი ესეთ ადრეულ ასაკშიც. ახლა რჩევის სახით რა თქმა უნდა ჩვენ ყველას მე და თქვენ შეგვიძლია ვურჩიოთ რომ აი ეს ურთიერთობა თუ გინდა ეხლა უკვე რაზეა ლაპარაკი მე-20 საუკუნის დასაწყისთან შედარებით იმდენი ფაქტორი გაჩნდა რაც ძილს არღვევს, მაგრამ შეგვიძლია ურჩიოთ რომ აი ეს ყველაფერი რასაც აი ეს ახალგაზრდები აკეთებენ ერთად ღამის განმავლობაში, რითაც ერთობიან, პრინციპში შეიძლება რაღაცნაირად გადმონაცვლდეს უფრო ადრეც, იმიტომ რომ ნამდვილად ეს არის რისკი ჯანმრთელობის და ეფექტურობის, ხო? ნუ ახლა ეს პერიოდია, როცა ადამიანები, ბავშვები, ახალგაზრდები სწავლობენ, შეიმეცნებენ, იქმნიან აი ამ ფუნდამენტს მომავლისათვის, მაგრამ რამდენად ახლა ჩვენი რჩევა ქმედით იქნება, არ ვიცი. და ერთი უცნაურობა კიდევ რაც ძილს ახასიათებს, ეს სიზმარია და ამაზე ბევრს საუბრობენ მეცნიერებიც, იგივე მას აქვს რელიგიური ახსნა, მას აქვს ფსიქოანალიტიკური, მას აქვს რაღაც ფიზიოლოგიური ახსნა, თუ რა არის ეს, რა ინფორმაცია შემოდის, რამდენად შეიძლება იყოს ეს რა ხდება ამ დროს და ამ დროს იკარგება დრო და სივრცე. აი ეს დროის და სივრცის, განსაკუთრებით დროის დაკარგვა ძილის დროს, იმიტომ ვთქვი, რომ ზოგჯერ სიკვდილის რაღაც მაგვარია, თქვა ეს ძილი რომელიც რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება 5 წუთი ძილი, ან 5 წამი ჩაძინება, რა ვიცი, რამოდენიმე წამი ეგონოს 2 საათი ეძინა, ან 1 საათი არის, დროს კარგავს და აი ნევროლოგის თვალით რა არის სიზმარი? ხო, ნუ ახლა ეს ზოგადად სიკვდილის და ძილის ნუ ახლა მორფეუსი და თანატოსი გამახსენდა, ხო? ანუ ეს ხო, ნამდვილად ესე არის გარკვეულწილად გასვლა, ცნობიერების გასვლა რეალობიდან, ხო? დროიდან და სივრციდან დაძინება. აი მე ვახსენე რომ ჟუვემ თქვა რომ სიზმრის არსის ახსნა იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონი მეცნიერებისა, რომელიც დაეცემაო. სხვა შორის ძალიან საინტერესო კვლევები არ წამოვიდა ახლა იმ თვალსაზრისით რომ რეალურად აი ნეიროიმიჯინგი, ანუ აი ეს MRI ტომოგრაფია და ასე შემდეგ პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, განსაკუთრებით MRI ტომოგრაფია იძლევა საშუალებას ფუნქციური MRI, აი ძილის დროს დავაკვირდეთ, აი ფუნქციური იმიჯინგი გვაძლევს საშუალებას ძილის დროს და მათ შორის სიზმრის ხედვის დროს დავაკვირდეთ თუ თავის ტვინის რომელი უბნები აქტიურდება და აქტიურობს, რისი სპონტანური აქტივაცია ხდება სიზმრის
სიზმრის ხედვის დროს. ლიმბური სისტემა, რა თქმა უნდა, შუბლის წილი ასევე, კეფის წილიც, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ვიზუალური წარმოსახვა გვაქვს და ძალიან მრავალმხრივი გარდა ამისა, ხდება ესეთი შეღვიძება პაციენტებისა თუ ადამიანების, რომლებიც ამ კვლევაში მონაწილეობენ ძილის გარკვეულ სტადიებში ამ სიზმრის ხედვის დროს, იმიტომ რომ უშუალოდ გაღვიძების შემდეგ შეუძლია ადამიანს გადმოცეს ეს უმეტესწილად თავისი სიზმრის ბუნება. იცით რა, ბევრი რო გითხრათ რომ რაღაცა ეს უკვე ახსნილია, გამოკვლეულია და ერთმნიშვნელოვანი ახსნა არსებობს მიუხედავად მთელი ამ ტექნოლოგიური მიღწევებისა, მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც გარკვეულწილად აქ არის ლაპარაკი იმაზე თუ დავაკვირდებით იმასაც, რომ სხვადასხვა მდგომარეობაში ადამიანებს აი რა შინაარსის სიზმრები, ღამის კოშმარებია, ეს პოსტსტრესული მდგომარეობის დროს, ტრავმული სინდრომის დროს რა სიზმრებია და ასე შემდეგ. მაინც ეს არის რაღაც დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის და სტრესის რაღაცა გადამუშავების პროცესი და მცდელობა. და ასე მე მგონია კიდე რაღაც ინფორმაცია, რომელიც ველში არსებობს, მისი მიღების და რაღაცნაირად გაცემის საშუალებაც უფრო მიღების. იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ძალიან უცნაური იყოს ზოგს ბჭყალებში წინასწარმეტყველური როგონია, აქ შეიძლება რომ ალბათ თავი შეიკავოს ადამიანმა ამისი მეცნიერულობისგან. თქვენი სფერო. თუმცა რაღაც არის ინფორმაცია, რომელიც ველში არის და შეიძლება ადამიანთან მოვიდეს და მას ეგონოს რომ უხდება სიზმრები, იმიტომ რომ მეორე დღეს ან მესამე დღეს იგივე მოხდეს. თუმცა ეს ძალიან დიდი საუბრის თემაა და ეხლა რამდენად ამას ვერც მოვასწრებთ და ვერც არც ვართ ამისთვის აქ, იმიტომ რომ მაინც ის რაც მეცნიერებისთვის არის ცნობილი, რაც იზომება, რაც იწონება და რაც განმეორებადია და შეგვიძლია გავზომოთ, მაინც ალბათ იმასთან დაკავშირებით ჯობია საუბარი. მე ყოველ შემთხვევაში ეს შეგვიძლია. რა თქმა უნდა. და საბოლოო ჯამში, რომ ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დამთავრებისკენ მიდის, აი რა რეკომენდაციებს გასცემდით, ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ, რომ მოვიწესრიგოთ ეს ძილი, აი რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე გამოჩნდა თქვენი საუბრიდან. იცით რა არის, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აი ძალიან ბევრი და დიდი კვლევით აი თუ ავიღებთ მაინც უძილობას და ცირკადული რითმის დარღვევას და ასე შემდეგ, ეს არის ქცევით დარღვევაზე ხშირად დაფუძნებული, უკვე ჩვევაში გადასული, უკვე აი ესეთი დარღვევები და ამ მდგომარეობის დარეგულირება მაინც ხდება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით, ძილის ჰიგიენით და მყარი რეზულტატის მიღწევა და არა ფარმაკოლოგიური მეთოდებით. ფარმაკოთერაპია და წამალი შეიძლება ჩაირთოს რაღაც ეტაპზე, იქნება ეს დასაწყისი თუ იქნება აი ამ CBT-ის აი ესეთი სტადიები, რომელიც საკმაოდ დიდ დაძაბვას და ასე ვთქვათ, თავის თავზე ზემოგვძალადობას მოითხოვს, ასე ვთქვათ, ადამიანისგან, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, რომ ადამიანს მაგალითად არის ესეთი ფაზა ძილის რესტრიქციის, როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ დაიყენე მაღვიძარა 7 საათზე და როცა არ უნდა დაგეძინოს 7-ზე ადექი და შემდეგ დღის განმავლობაში არ დაიძინო. ეს ძალიან დამღლელია რა. რაღაცა სტადიებზე ჩვენ შეგვიძლია ეპიზოდურად დავეხმაროთ ფარმაკოთერაპიითაც, მაგრამ მაინც წამყვანი არის აი ესეთი ქცევითი თერაპია. პრინციპები რა არის, რომ ვეცადოთ ჩვენი ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჩვენი საძინებელი გარემო იყოს ჯანსაღი და მოსახერხებელი დასაძინებლად. კიდევ ერთი, რომ ყველაზე უფრო დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები აკეთებენ, როცა წლების განმავლობაში 2 საათზე იძინებ და მე გადაწყვეტ, რომ ძილი მოიწესრიგო და 10-ზე დაწვევი, ამით პირიქით შფოთვის მეც ვერაფერს შეიძენ და ამიტომ ჯობს რომ ეს ექიმთან შეთანხმებით სხვანაირად გაკეთდეს და პრინციპში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა კიდევ არის ის, რომ თვითნებურ ფარმაკოთერაპიას და ეგრეთ წოდებული საძილე წამლების მიღებას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი, იმიტომ რომ ეს ხშირად უბრალოდ საშიშია სხვადასხვა
ასპექტით და ერთმანეთს რო ურჩევენ, რომ ეს კარგია ძილისთვის. და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრევენციისთვის, იგივე ღამე ჭამის საღამოს რამდენი ხნით ადრე შეიძლება ყვება, ვთქვათ, და იგივე აი რაღაცა ჰორორების ახალგაზრდებს უყვართ ყურება, საშინელებათა ფილმების, ან ვთქვათ, რაღაცა გადაძაბვის საღამოს ან ძალიან დიდი ვარჯიში. აი ამასთან დაკავშირებით ეს არის აი ზუსტად აი ძილის ჰიგიენის აი საფუძვლები, რაზეც ჩვენ თქვით, რომ შეიძლება ძალიან ტრივიალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხა ერთია, რომ ძილის წინ უშუალოდ ძალიან არ უნდა დავნაყრდეთ, მაგრამ შიერი დაძინება აბსოლუტურად არ არის სწორი. ამიტომ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე აი ესეთი მსუბუქი საკვები, რომელიც აი რაღაც კომფორტულად ამყოფებს ჩვენს კუჭნაწლავის სისტემას, აი ესეთი საკვები უნდა მივიღოთ. ასევე გაზიანი, ტკბილი, კოფეინიანი სასმელიც არ ღირს დაძინებამდე 4-5 საათით ადრე ჯობს რომ ეს დავამთავროთ. რაც შეეხება აი ვარჯიშს, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური გადაძაბვა ნამდვილად გვაფხიზლებს და ახლა დაუშვათ სავარჯიშო დარბაზში წასვლა უშუალოდ დაძინების წინ და 2 საათი ინტენსიური ვარჯიში განსხვავებით გასეირნებისგან ნამდვილად არ არის რეკომენდებული. ისევე როგორც აი ესეთი ემოციური ფილმების ყურება, ჰორორების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად რასაც ჩვენ ურჩევთ ხოლმე, არის ის რომ რაღაცნაირად გამოვიმუშაოთ დაძინების წინა რიტუალი, რაღაცა ესეთი რელაქსაციის ფაზა, სტადია, როდესაც დაძინების წინა საათებში ჩვენ განვეწყობით დასაძინებლად და ეს არ შეიძლება იყოს არც დიდი საჭმელი, ისევე როგორც შიმშილი, რომ აი მე მშია და ვაიმე როდის დავიძინებ, რომ ეს შიმშილი აღარ ვიგრძნო, ხო? და არც რაღაცა ესეთი ემოციური თუ ფიზიკური გადაძაბვა და ახსნება. ანუ ზომიერება არის ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება და იცი ძილის წინ ლოცვაც და მადლობის გადახდა, მადლობა, მადლიერება, იმიტომ რომ როგორც ფიზიოლოგებმა ბოლო დროის გამოკვლევებით ირკვევა, რომ მადლიერება აქტიურებს თავის ტვინში ოპიატურ რეცეპტორებს და რაღაცნაირად ავსებს ადამიანს. და დიდი სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს. რაც გვჭირდება ძილის წინ და დღის განმავლობაში სხვადასხვა. ნამდვილად. უღრმესი მადლობა ნათია, ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, არაჩვეულებრივი. მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ ნევროლოგიაზეც და იგივე ეპილეფსიას და ბევრ სხვა იმ დარღვევებზე ზოგჯერ ვერ ანსხვავებენ ფსიქიას და ნევროლოგს და როდის ვისთან მივიდეს ადამიანი მარცის და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ნათია ოკუჯავა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.